წარმოგიდგენთ ციკლს Deep State-ის აგენტები, მომავალი პოლიტიკოსები, მხილების სერია, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს. როგორ ხვდებიან NGO აგენტურიდან პოლიტიკაში. გიყვებით ერთი აგენტის შესახებ. Deep State-ისთვის NGO აგენტურის პოლიტიკაში მოყვანა აპრობირებული მეთოდია. სქემა ასეთია: ჯერ ხდება გადაბირება და ხდებიან აგენტები. შემდეგ დაფინანსება, ანუ წახალისება უპირობო მორჩილებისთვის და ბოლოს გამორჩეული აგენტურის პოლიტიკაში გადამისამართება. პოლიტიკისთვის გამზადებული აგენტები. ეპიზოდი მესამე. ვიქტორ ყიფიანი, GeoCase-ის თავმჯდომარე, იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. 2023 წლის მარტში ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა მასთან თანამშრომლობა. Deep State-ს ცხადია ინტერესი გააჩნდა ბიძინა ივანიშვილთან წარსულში დაახლოებული პირის მიმართ. და უკვე 2023 წლის დეკემბერში ცნობილი ხდება, რომ ვიქტორ ყიფიანი შეუერთდა NGO აგენტურას და მიიღო შეერთებული შტატების საელჩოსგან დაფინანსებაც. ჩვენი ინფორმაციით პირველი ტრანშის $40,000 მიღებამდე ის უკვე გადაბირებული იყო და კომუნიკაცია ჰქონდა მაშინდელი ელჩის, კელი დეგნანის მოადგილესთან, საელჩოს პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელთან. დაკვეთების შესაბამისად, ვიქტორ ყიფიანმა ჯერ დაიწყო საკუთარი განცხადებების უარყოფა. 2022 წლის 10 ივნისს ევროპარლამენტის მოწოდებას ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზე ასე ეხმაურებოდა. 24 თებერვალს იწყება ეს ცნობილი მოვლენები, უკრაინის ომი და 4 მარტიდან ჩვენს საქმეში შემოდის ხელოვნური დაბრკოლებები. ერთ-ერთი ქვეყნის მარეგულირებელმა თქვა კიდეც, რომ ეს ყოველივე არის გამოწვეული აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით. თუმცა გადაბირების შემდეგ აცხადებს: ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით, რომ ამ დავას მისცემოდა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური დატვირთვა. მას შემდეგ, რაც გადაიბირეს, მის რიტორიკაში ჩნდება Deep State-ის აგენტებისთვის დამახასიათებელი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. ჩემი აზრით, მმართველ ჯგუფს რაღაც მომენტში მობეზრდა დასავლეთო ბანას თამაში, ვინაიდან ეს უკვე მას კონკრეტულ დისკომფორტს უქმნიდა. როგორც ყველა აგენტი, ისიც უარყოფს Deep State-ის არსებობას. საქართველოსადმი არსებულ საჯაროდ გამოხატულ ინტერესს გახსნას მეორე ფრონტი მითიურს უწოდებს. საუბარი არის ამ მითიურ მეორე ფრონტზე და გლობალური ომის პარტიას და ასე შემდეგ. სოლიდარობას უცხადებს Deep State-ის კიდევ ერთ აგენტს, გიორგი ბაჩიაშვილს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო თანამშრომლობა Deep State-ის პოლიტიკურ აგენტურასთან, მამუკა ხაზარაძის კოალიციასთან. ხარს უჭერდა თბილისში გამართულ გარედან დაფინანსებულ ძალადობრივ ანტისამთავრობო აქციებს და ჩაერთო საჯარო სექტორზე ზეწოლის კამპანიაში. იმისათვის, რომ საჯარო სექტორმა გადადგას უფრო მკვეთრი ნაბიჯები, საჭიროა ორი პირობა: სახალხო პროტესტი იყოს უფრო მასობრივი და შთამბეჭდავი. ის რაც ხდება, უფრო დამაიმედებელია, მაგრამ უფრო მასშტაბურობაა საჭირო. ვიქტორ ყიფიანმა Deep State-ის მიერ მართულ სხვა აგენტებთან ერთად მოუწოდა დასავლეთს არ აღიარებინა არჩევნები და ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც ამბობდა: ამ კრიტიკულ მომენტში ამ არჩევნების შედეგების აღიარება რუსეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ტოლფასი იქნება. ეწინააღმდეგებოდა გამჭვირვალობის კანონის მიღებას. სხვა აგენტების მსგავსად აკრიტიკებს ტრამპს, რომელმაც Deep State-ს ღიად გამოუცხადა ომი. ტრამპიზმის პოლიტიკური კულტურა რადიკალურად ცვლის ადრე გაბატონებულ გაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებზე, როგორც მაგალითად მისაბაძ ქვეყანაზე. ვიქტორ ყიფიანი ახალისებს ძალადობას და მხარს უჭერს პოლიციელებზე ხელჯოხით თავდამსხმელ მათედებიძეს. სოლიდარობას უცხადებს ასევე პოლიციელებისთვის სახეში დემონსტრაციულად ხელის გამრთმელ მზია ამაღლობელს. ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაში. საქართველოში მიმდინარე პროცესები ძირს უთხრის დემოკრატიას, ანულებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. შეუთავსებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან. ვიცნობდეთ პოლიტიკაში მომავალ Deep State-ის აგენტებს.